ხელისუფლებამ წინა საარჩევნო პერიოდში ემიგრანტებს შეუქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები და ბარიერები იმისა, რომ არჩევნებში მათ მიეღოთ მონაწილეობა და ბევრი მათგანმა საერთოდ რეგისტრაციაც ვერ გაიარა იმისთვის, რომ არჩევნების დღეს თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. შესაბამისად, არჩევნების საყოველთაობის პრინციპიც ამ ნაწილში დარღვეული იქნა, იმიტომ რომ მათ არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ხოლო მათ, ვისაც მიეცა საშუალება, ფაქტის სახეზე არის და შავი თეთრზე წერია შემაჯამებელ ოქმებში, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არჩევანი გააკეთა ოპოზიციის სასარგებლოდ და ემიგრაციაში ცალსახად დაფიქსირდა, სადაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თავისი გაყალბების მექანიზმების გამოყენება და ზეწოლა, დაშინება, მუქარა ფარულობის დარღვევა და ასე შემდეგ, იქ ნათლად დაფიქსირდა, რომ ხელისუფლება შეცვლილი არის ემიგრაციაში დაფიქსირებული ხმების მიხედვითაც კი. რაც შეეხება ჩვენს აქაურ ბრძოლას და ყოფას, ნამდვილად არ ვაპირებ პირადად მეც ქვეყნიდან წასვლას და ფიქრები მქონია ამ საკითხზე რაღა დაგიმალოთ, მაგრამ ცალსახად მაქვს გადაწყვეტილი, რომ აქ უნდა გავაგრძელოთ ყველამ ჩვენ ბრძოლა და სწორედ ამის გამოძახილია ისიც, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ეს ბრძოლა ჩვენი ენერგიით, ჩვენი იდეებით, ჩვენი რესურსით, ფიზიკური თუ სხვა გავამრავალფეროვნოთ და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი ქალთა მარში თავისუფლების მოედანზე დაიწყება სიმბოლურად და დასრულდება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქის სახლთან და ეს ჩვენ შემთხვევით არ შეგვირჩევია. მარშრუტთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობებიც, მაგრამ საბოლოოდ ყველა შევთანხმდით იმაზე, უმრავლესობა, რომ ჩვენი ამ გაყალბებული არჩევნების შემოქმედი თავი კაცი, როგორც იტყვენ, არის ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მასთან გვაქვს პრეტენზიები, მასთან მივდივართ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ და შეიძლება საბოლოოდაც დავიფიქსიროთ ის, რომ ჩვენ არ შევეგუებით ამ უსამართლობას, ჩვენ არ შევეგუებით ამ არადემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. ეხლანდელი შედეგები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააფიქსირა, არის ჩვენთვის მიუღებელი, იმიტომ რომ შავი ლაქა, რომელიც ბიულეტენების უკან იყო გამოჟონილი, არის სწორედ ჩვენთვის გაყალბების სიმბოლო და ფარულობის დარღვევა არის ყველაზე მთავარი საკითხი, რაც ჩემთვის კიდე განსაკუთრებით იყო მტკივნეული, იმიტომ რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში მე უფრო აქტიურად მუშაობდი სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან, მათ შორის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც გარკვეულწილად დიდად არიან დამოკიდებული სწორედ სახელმწიფოს გარკვეულ სუბსიდიებზე, სერვისებზე, დახმარებაზე, შემწეობაზე და ასე შემდეგ. ესეც იმიტომ, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე ქვეყანაში და მათთვის ყოველთვიური სტაბილური გარკვეული მხარდაჭერა სახელმწიფოსგან არის საარსებოდ მნიშვნელოვანი და ამ ადამიანებისთვის, ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა იყო მარტივი და მე მათთან მუშაობის დროს მუდმივად ვაფიქსირებდი იმას, რომ მეგობრებო, წარმოუდგენელი არის, რომ ვინმემ გაიგოს, ვის დაუჭირა მხარი. არჩევნები ფარულია, ვერავინ გაიგებს, ვის გააფერადებ თქვენ და თქვენი გულით და გონებით გააკეთეთ არჩევანი თქო და დილით, როდესაც არჩევნების დღეს მე მივედი არჩევნებზე და ჩემი პირადი ბიულეტენის შეცურების დროს აღმოვაჩინე, რომ სრულიად დაუცველი იყო ადამიანების არჩევანი და ღია იყო და ყველასთვის ნათელი იყო, ზევით იყო გაფირადებული თუ ქვევით, ანუ ოპოზიციას დაუჭერდი მხარს თუ ხელისუფლებას, მე პირველივე წუთებში პირდაპირ გეტყვით, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოვიშალე, იმიტომ რომ იმდენ ადამიანთან მქონდა ეს სიტყვა ნათქვამი, როგორც იდამ თქვა, რომ არჩევნები ფარულია, რომ მე მივხვდი, ანუ იმ ადამიანების გონებაში რა შეიძლებოდა ტრიალებდეს, იმიტომ რომ მათთვის რთული იქნებოდა უკვე თავისუფალი არჩევანის გაკეთება და თავისუფლად ნების გამოვლენა, როდესაც აი ესეთი მასშტაბის იქნებოდა დარღვევა ფარულობასთან დაკავშირებული და არც ერთ რეჟიმში ყოფნა, იმიტომ რომ ადამიანები მე პასუხს მოსთხოვდნენ, მით უმეტად მაშინ როცა დაირღვა მათი არჩევნის. არც ერთ არჩევნებზე მსგავსი მასშტაბის ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ეს იყო ისეთი რაღაც, რასაც წინასწარ ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ესეთი რამ დაეშოთ. აი ესეთ მასშტაბზე რომ მისულიყო საქმე, სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა.